მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ახლა მე მინდა გაჩვენოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რომ მიაქციოთ ამას ყურადღება და არ დაუშვათ შეცდომა. რამოდენიმე პარტნიორმა დაუშვა შეცდომა ინგლისურის არცოდნის გამო. ამიტომ მინდა გაგაფრთხილოთ, რომ მსგავსი რამ თქვენც არ დაგემართოთ. აი ახლა მინდა გაჩვენოთ, რომ კომპანია დივგუჩი ჩვენ მოგეხსენებათ, რომ ყველა ვიწერთ პროდუქტს და ახლა ჩვენ უნდა შევიდეთ ერთ-ერთ კაბინეტში. რომ გამოვიწეროთ პროდუქტი მაგალითად, ხო? შევდივართ პროდუქტში. აი პროდუქტი. შევიდით პროდუქტში. და გვინდა გამოვიწეროთ რამოდენიმე პროდუქტი. მაგალითად. აი ეს პროდუქტი მულტივიტამინი. და ასევე შემდეგ სხვადასხვა პროდუქტები. მე ახლა მინდა გაჩვენოთ ზუსტად, მე ეს პრეზენტაციაზე უკვე წარვადგინე, მაგრამ მოგეხსენებათ, შესაძლოა ვინმე არ ესწრებოდა თქვენთაგან იმ პრეზენტაციას, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ყველამ უნდა იცოდეთ ამის შესახებ, რომ არ დაუშვათ შეცდომა. აქ როგორც ხედავთ, კომპანიას აქვს შემოთავაზებული კლიენტის ფასი. კლიენტის ფასი, აქაც ხედავთ ამ ფასს და ასევე თუ მაგალითად ადამიანი მოისურვებს, რომ ყოველთვიურად მისი მზრუნველობის გარეშე კომპანიამ გამოუგზავნოს პროდუქტი, ამ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად აწვევით აი აქ. თუ თქვენ არ გინდათ სისტემატიურად რომ მოგივიდეთ პროდუქტი, თქვენი ჩარევის გარეშე და კომპანიამ არ ჩამოჭრას თქვენი ანგარიშიდან, ანუ ბანკის ანგარიშიდან თანხა ამ პროდუქტის, რომელსაც გამოიწერთ, რომ სისტემატიურად მოგივიდეთ და ამ თანხმობას მისცემთ, მაშინ თქვენ აქ არ უნდა დააწვეთ. აი აქ აღარ უნდა დააწვეთ. უნდა დატოვოთ ისე, როგორც არის. ანუ $16.95. ფასდაკლება იმ შემთხვევაშია თქვენ თუ სისტემატიურად გამოიწერთ პროდუქტს იმ კუთხით, რომ თქვენ მისცემთ თანხმობას, რომ კომპანიამ სისტემატიურად გამოგიგზავნოთ ყოველთვიურად თქვენი ჩარევის გარეშე პროდუქტი. აი უკვე ორჯერ, სამჯერ გავიმეორო, რომ თქვენთვის გასაგები იყოს, რასაც ვამბობ. ანუ ძალიან ხშირად იმის გამო, რომ ადამიანებს არ შეუძლიათ ინგლისურად წაიკითხონ, აქ არის მითითებული, რომ დაზოგე და მიიღებ ფასდაკლებით. ანუ გამოიწერე, თანხმობა მომეცი, რომ ყოველთვიურად გამოგიგზავნო პროდუქტიო. ამას გეკითხებათ აქ, ამას გთავაზობთ კომპანია აქ. თუ თქვენ თანახმა ხართ, ანუ ღილაკს აჭერთ აქ. აქ. თუ თქვენ არ ხართ თანახმა, მაშინ ტოვებთ აქ. და აღარ იქნება შემთხვევითობა. ხვდებით? პროდუქტი მოგივათ ჩვეულებრივად მხოლოდ იმ თვეში, რა თვეშიც გამოიწერთ. და მეორე თვეში თქვენ თვითონ თუ არ მოისურვებთ გამოწერას, აღარ მოგივათ ავტომატურად. ანუ გავიგეთ, ხო? ეს არის ავტომატური გამოწერა ყოველთვიური, ეს არის თქვენი ნებით, როდესაც გამოიწერთ. ამიტომ ძალიან დიდი თხოვნაა ძვირფასო მეგობრებო, როდესაც შებრძანდებით კაბინეტში და გინდათ რამე ღილაკს დააწვეთ, პირველ რიგში რამოდენიმეჯერ წაიკითხეთ, გადმოთარგმნეთ ქართულ ენაზე და იმის მიხედვით გაარკვიეთ, რას გეკითხებათ, რას გეუბნებათ კომპანია.
რომ არასწორი ნაბიჯები არ გადადგათ და შეცდომა არ დაუშვათ. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება. თუ რამე ვერ გაარკვიეთ თქვენ ისით, მაშინ კითხეთ თქვენ სპონსორს, როგორ მოვიქცე ამ შემთხვევაში. თუ სპონსორმაც არ იცის, უამრავი ადამიანია, ვისაც შეიძლება შეკითხვა დაუსვათ და არავინ არ დაგზარდებათ აქ ჩვენს კომპანიაში. არის გუნდური მუშაობა და ძალიან დიდი ყურადღება ყველას მიმართ, ვინც თხოვლობს დახმარებას და აუცილებლად გაგცემენ პასუხს, არ დაგტოვებენ უყურადღებოდ. აქ ფაქტია, რომ კომპანია გიმსუბუქებთ ფაქტიურად საქმეს და გეუბნებათ, რომ შენ აღარ იწვალებ და მე გამოვიწერ ყოველთვიურად შენს მაგივრად იგივე პროდუქტს, რაც შენ გამოიწერე. ამ დროს შეცვლად შეიძლება, თუ აღარ გინდათ ის იგივე პროდუქტი, თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ და სხვა პროდუქტი მოგივათ მერე. უკაცრავად. აი ესეთი სახით თქვენ უკვე საქმის ყურში იქნებით, ამ ვიდეო რგოლის მეშვეობით საქმის ყურში იქნებით, როგორ უნდა მოიქცეთ და მსგავსი შეცდომა აღარ უნდა დაუშვათ. ახლა მინდა გაჩვენოთ, სად არის ეს ავტოშიპი და აი აქ უკვე კომპანია გეხმარებათ, რომ იქ აღარ ეძებოთ ავტოშიპი, რაღაცა იქ არ დაიწყოთ დაუშვათ ძებნა და იქ გაფორმდეთ, აი აქედავე გაძლევთ შესაძლებლობას, ქსურს გამოიწერე ასე, ქსურს გამოიწერე ასე. და თქვენი არჩევანი თქვენ თვითონ გიჭირავთ ხელში. იყო რამოდენიმე შემთხვევა უკვე პარტნიორებს ეგონათ, რომ ეს უბრალოდ ფასდაკლებაა და თავისთავად ეხა მაღლა ღირს 16 და 95 და ადამიანს სურვილი დაებადა, რომ რატო გადავიხადოთ 16 და 95, როდესაც დაბლა არის 9 და 45 და ავტომატურად აღარც კითხულობენ რა ხან ფასდაკლება, ეგრევე აჭერენ ღილაკს. და ამ დროს მეორე თვეს კომპანია თავისით ალაგებს პროდუქტს და უგზავნის და ადამიანი არის შოკში, ვაიმე კომპანიამ ფული უნდა ჩამომაჭრა და მე არ გამომიწერია პროდუქტიო. ამ დროს არც კი იცის, რომ თავად დააჭირა ღილაკს და თავად მისცა ამ ყველაფერს თანხმობა და მოთხოვნა, რომ გამომიგზავნეთ ყოველთვიურად. აი ესეთი გაუგებრობა შეიძლება მოხდეს, მაგრამ აქვე მინდა ხაზი გაუსვა კომპანიის კეთილშობილებას, რომელიც მიუხედავად იმის, რომ იმ რამოდენიმე პარტნიორებმა დაუშვეს შეცდომა, რა თქმა უნდა, გააგზავნეს საპორტში წერილი ჩემი, ასე ვთქვათ, მითითებით, რომ თუ არ გინდათ ის პროდუქტი, რომ ჩამოგივიდეთ, მიწერეთ საპორტს და იქნებ რამე შეღავათი გაგიწიონ და მიწერეს საპორტს და საპორტმა უთხრა. კი ბატონო, გასაგებია თქვენი შეცდომა, აი ის უკვე რაც შეკვეთილი გაქვთ, ის უკვე წამოსულია და ამას ჩვენ ვეღარაფერს ვერ ვუშველით, მაგრამ როდესაც ჩამოვა პროდუქტი თქვენამდე, თქვენ შეგიძლიათ თუ არა გაქვთ სურვილი ეს პროდუქტი თქვენთან დარჩეს, დაგვიბრუნოთ უკან პროდუქტი და იმ დღესვე ან მეორე დღესვე თქვენ დაგირიცხავთ თქვენ კუთვნილ თანხას. დაშოკილები იყვნენ ყველა ეს პარტნიორები, ყველას გაუკვირდა უმრავლესობას ამათგან, გაუკვირდათ, გაოცებულები იყვნენ და ერთ-ერთმა ქალბატონმა კიდევაც მითხრა, მე უამრავ კომპანიებში ვარ ნამუშევარი და მსგავსი მე არც მომისმენია და ალბათ ვერც მოვისმენ ვერსადო. ეს რა საოცარი კომპანია და ეს რაოცარი დამაარსებლები. პირველი, მხოლოდ იმიტომ, რომ ასე ოპერატიულად უცებ გასცეს პასუხი, როგორც კი მიწერეს ეს საკითხი და მეორე, მიუხედავად იმის, რომ თავად დაუშვეს შეცდომა და არ წაიკითხეს და უბრალოდ ღილაკს დააჭირეს, სხვა შემთხვევაში ისინი ვერაფერს ვერ მიიღებდნენ, მაგრამ ამ შემთხვევაში კომპანიამ ასეთი შეღავათი გაუწია. დააბრუნე პროდუქტი და დაგიბრუნებ ფულს. ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ინციდენტი, ბევრი არა, რამოდენიმე იშვიათი შემთხვევაა, რომ ვერ ჩავიდა პროდუქტი ადგილამდე, დაბრუნდა უკვე კომპანიაში ის პროდუქტი და იმ დღესვე, როგორც კი პროდუქტი ბრუნდება კომპანიაში, იმ წუთშივე ურიცხავს კომპანია თანხას უკან. აი ასეთი საოცარი კომპანია ლივგუდი, გილოცავთ ყველას, ვინც აქ ბრძანდებით და ვინც ჯერ ფიქრობს და ვერ მიიღო გადაწყვეტილება, ასეთ საოცარ კომპანიაში ვართ. 90 დღიანი გარანტია, ეს ნიშნავს 3 თვიანი გარანტია. ეს იმას ნიშნავს, რომ აი უყურეთ აქ არის.
აი ეგ წერია 90 დღიანი გარანტია. კომპანია ამბობს, თუ ჩამოვიდა შენამდე პროდუქტი, გამოიყენე და არ მოგეწონა, არ დაგიდო შედეგი და არ დაგაინტერესდა, 90 დღის განმავლობაში 3 თვე გარანტია, მეგობრებო, სად გაგიგონიათ ასეთი რამე? დამიბრუნე 5 ცარიელი და მე შენ დაგიბრუნებ ფულს. აი, ასე მყარად დარწმუნებულია კომპანია თავის პროდუქტში, რომ მის პროდუქტს არავინ არ დააბრუნებს. იმდენად ძლიერი პროდუქტია, პროდუქტი, რომელმაც სოფლიოში პირველი ადგილი დაიკავა, პროდუქტი, რომელსაც 29-მდე სერტიფიკატი გააჩნია და მარტო USDA-ის სერტიფიკატი რა დღის და GMP სერტიფიკატი. USDA-ის სერტიფიკატი ეს ის სერტიფიკატია, სადაც მთელ სოფლიოში არავის კითხვები აღარ ებადება. აი, ასეთი სერტიფიცირება აქვს ჩვენს ძვირფას კომპანია ლივგუდს. მეორე მომენტი. თუ თქვენ თავად გაქვთ სურვილი, რომ ავტოშიპით გამოიწეროთ პროდუქტი, ამ შემთხვევაში აკეთებთ რას? აწვევით 3 ხაზს, ყოველთვის იცოდეთ, რომ ეს არის მენიუ, 3 ხაზს ვაწვევით და აი ეს არის ავტოშიპის ღილაკი, სადაც გეუბნება დაზოგე, ხო? დაზოგე თანხა. და ჩვენ შევდივართ მაგ ღილაკზე და აი აქ არის შესაძლებლობა, აი აქ წერია, რომ დავაწვეთ და უკვე გადავიდეთ ავტოშიპზე. აი როგორ ხდება ეს, დავაწექით. ეხლა ჩვენთან ამოვიდა აი მრავალი პროდუქტი, ჩვენ შეგვიძლია აქ უკვე დავუშვათ მულტივიტამინი გვინდა ხომ? აქ ხედავთ, რომ მითითებულია 0, ხო? ჩვენ დავაწვევით აქ და შეგვიძლია რამდენიც გვინდა გამოვიწეროთ, ხო? აი დავუშვათ 2 გვინდა, ხო, სიტყვაზე. აი შემდეგ მაგნიუმი გვინდა მაგალითად, ხო? ასევე დავაწექით ამ 0-ს, და 4 მაგნიუმი მინდა მაგალითად, ხო? და ასე შემდეგ. გამოვიწერე რაც მინდა, ბოლოში გავედი, ყველაფერი რაც მინდოდა დავაფიქსირე და საბოლოოდ აი აქ უკვეთავთ, ხო? აქ ვაწვევით. შემდეგ გადავდივართ ავტოშიპზე და იქ უკვე გვიჩვენებს, არ მინდა ახლა დავაწვე, იმიტომ რომ გამოიწერება პროდუქტი, დაახლოებით იქ შევხვალ და მე იქნება იქ 2 ბწიჩკა. აი, 1 ბწიჩკა და 2 ბწიჩკა, რომელსაც აღნიშნავთ აუცილებლად. ესეთი ბწიჩკებს იქნება აღნიშნავთ ამ ყველაფერს და ბოლოში უკვე დააწვევით იგივე ასეთივე ლურჯ ღილაკს და გამოწერილი იქნება თქვენი, ასე ვთქვათ, ავტოშიპის პროდუქტები. ახლა მაგალითად ან შემთხვევით მოგიწიათ გამოწერა და გინდათ გააუქმოთ, ან კიდევ კი გამოიწერეთ, მაგრამ აღარ გინდათ უკვე ყოველთვიურად მოგივიდეთ ავტომატურად პროდუქტები და გინდათ ეს გააუქმოთ, ხომ? ამ შემთხვევაში თქვენ ისევ და ისევ შეგძანდებით აქ. აი აქ. და აქ უკვე იმის მაგივრად რომ ხა დავუშვათ, აქ სხვა ღილაკები იქნება უკვე, აქ თქვენ ხედავთ რომ ჯერ გამოწერის პროცესია, მაგრამ აქ უკვე სიტყვაზე უკვე გაქვთ გამოწერილი, ახლა მე თქვენ სკრინით გაჩვენებთ, რა უნდა გააკეთოთ, როდესაც გსურთ გაუქმება. აი ესეთი ღილაკი იქნება უკვე, როდესაც თქვენ უკვე ზიხართ ავტოშიპზე და გინდათ რომ გააუქმოთ, ამ შემთხვევაში თქვენთან იქნება აი ასეთი ღილაკები. და თუ გაუქმება გსურთ, რა თქმა უნდა, აი ამას დააწვევით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, აი აქ დააწვევით და გაუქმდება. თქვენ მეორე თვეში ავტოშიპი აღარ ჩამოგივათ. მაგალითად, არ გაქვთ სურვილი რომ გააუქმოთ, უბრალოდ ის პროდუქტი, რომელიც გამოიწერეთ, აღარ გსურთ ის პროდუქტები და მაგალითად ადრე გქონდათ მაგნიუმი გამოწერილი, სუპერწითელი,
რა ვიცი, მულტივიტამინი და ასე შემდეგ და თქვენ აღარ გინდათ ის პროდუქტი. ახლა გინდათ სხვა პროდუქტები ჩამოგივიდეთ ყოველთვიურად. ამ შემთხვევაში აწვევით აქ. ჩემი გამოწერის შეცვლა. და შეცვლით ჩვეულებრივად იმ პროდუქტებს სხვა პროდუქტებზე და უკვე ის პროდუქტები ჩამოგივათ ყოველთვიურად. სულ ეს არის ფაქტიურად, რაც შეეხება აი ასეთი ტიპის გამოწერას. მადლობა ყურადღებისთვის, წარმატებას გისურვებთ, თქვენთან ერთად იყო ნანა ლომიცე. კარგად გრძანდებოდეთ.